მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ექიმი გურჩევს, მე მისი წამყვანი ნუკა სტეფნაძე ვარ. დღეს ჩვენს გადაცემაში ვსაუბრობთ უშვილობის შესახებ. ჩვენი გადაცემის სტუმარი კი გახლავთ რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია. მადლობა ეკა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეკა, თავდაპირველად რომ ვისაუბროთ, ზოგადად რამდენად გავრცელებული არის უშვილობა და ზოგადად რას ნიშნავს ეს უშვილობა? მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაცია გვაწვის ახალ სტატისტიკას განახლებულს, რომლის მიხედვითაც უშვილობა იგივე უნაყოფობა, თუმცა ჩემი პაციენტების ნაწილი მეუბნება, რომ უნაყოფობაო ცოტა არაეთიკურად ჟღერსო და ხო, რა თქმა უნდა, რთული მოსასმენი დიაგნოზია ხოლმე, თუმცა ყოველი მეხუთე მეექვსე ამ პრობლემით იტანჯება და სწორად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ეხება არა ხოლოდ ქალს, არამედ წყვილს, რადგან სადღაც 100-დან 1/3-30% პრობლემების, როცა ქალის მიზეზებით არის გამოწვეული, მეორე 30% არის ხოლმე მამაკაცის მიზეზით გამოწვეული, მამაკაცის უშვილობით, ხოლო დანარჩენი 30% არის ხოლმე კომბინაცია, როცა ორივე მამაკაცის და ქალის ფაქტორიც არის ჩართული. ზოგადად ესეთი განმარტება გვაქვს, როდესაც წყვილი დაუცველი სქესობრივი კავშირით იწყებს სქესობრივი კავშირით დაკავებას და 35 წლამდე ერთწლიანი სქესობრივი კავშირის შედეგად ორსულობა არ დადგა. ამ შემთხვევაში თუ აქამდეც შვილი არ ყავთ, ისმევა პირველადი უშვილობის, ანუ უნაყოფობის დიაგნოზი და უკვე იწყება კვლევები. ეს ინტერვალი, დროის ინტერვალი დაუცველი სქესობრივი კავშირიდან, რა თქმა უნდა, 35 წლიდან 40 წლამდე უკვე 1 წლიდან 6 თვეზე ჩამოდის, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მამაკაცებისგან განსხვავებით, რომლებიც ყოველ 3 თვეში ერთხელ ახალ სპერმატოზოიდებს აწარმოებენ, ქალების კვერცხუჯრედები, ანუ ჩვენი კვერცხი, რაც არის ჩვენი გენეტიკური ინფორმაცია, სამწუხაროდ ჩვენზე, ჩვენ როცა დედის მუცელში ვართ, მაშინ უკვე წარმოგვექმნება, ანუ საკმაოდ ჩვენს ასაკის მატებასთან ერთად ისინიც მათაც ემატებათ ასაკი და ანუ ახალი არ წარმოექმნება, როგორც კი ამოიწურება მათი მარაგი, ისინი მაშინ იწყება კლიმაქტერული, ანუ მენოპაუზური პერიოდი და ჩვენ რა თქმა უნდა 35 წლამდე გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობა იმისთვის, რომ საუკეთესო ხარისხის, ასე ვთქვათ, კვერცხუჯრედები გამოვიყენოთ ორსულობის დადგომისთვის. ანუ ესე ვთქვათ, ერთ-ერთ მიზეზად ეს ასაკობრივი კატეგორია შეიძლება ჩაითვალოს. სხვა, კარგი აი, კითხვა სხვა არის. გამომწვევი, უშვილობის გამომწვევი სხვა მიზეზიც თუ არსებობს რამე ისეთი, იმიტომ რომ ხშირად კი. კითხულობენ ხოლმე, რომ აი რა იწვევს უშვილობას და ცოტა ისეთი გავრცელებული კითხვა შეიძლება არ გავრცელებულია, აწოვოს. კი. კარგი კითხვა არის, ნუკა, მადლობა. ანუ რა თქმა უნდა, ასაკიც ქალებში უფრო მეტად მწვავე არის და შეიძლება პირდაპირ ასაკი იყოს ეს ფაქტორი, რაც იყოს უშვილობის რისკ ფაქტორი, რა თქმა უნდა, მარაგის ამოწურვის ან მარაგის ხარისხის შემცირების გამო კვერცხუჯრედების, ასევე მამაკაცებშიც არის მაინც უფრო მაღალ ასაკში სპერმის ხარისხის კლება, თუმცა რა თქმა უნდა, უშვილობის უამრავი მიზეზი არსებობს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფაქტორი, ერთ-ერთი ასე ვთქვათ, საქართველოში რაც სახეზე არის მაინც ეს მილების გაუვალობის პრობლემა, ანუ რო წარმოვიდგინოთ საშვილოსნოში კვერცხს განაყოფიერებულმა კვერცხუჯრედმა მილის გავლით უნდა ჩამოაღწიოს და მასში ჩაინერგოს საყოყურო რომ ვთქვათ, თუმცა ეს მილები თუ დახურულია, განსაკუთრებით ქალებში, რასაც იწვევს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, გონორია, ქლამიდია, მაგალითად და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში ფიზიკურად შეუძლებელია, ანუ მექანიკურად დახურული მილი გაიაროს კვერცხუჯრედმა, ან შეხვდეს სპერმას და შემდეგ მოხდეს მისი ჩანერგვა საშვილოსნოს ღრუში. ასევე მამაკაცების უშვილობის მიზეზებიც არსებობს, მაგალითად, თუ სათესლე ჯირკვლები დაზიანებულია, სადაც სპერმის წარმოქმნა ხდება, ანუ ძირითადად უშვილობის მიზეზები არის ხოლმე მაინც კომბინირებული, თუმცა შეიძლება იყოს ჰორმონული დარღვევების შედეგად, ჭარბიწონის შედეგად, ინფექციების გადატანის შედეგად და ასე შემდეგ, მაგალითად, მამაკაცებში ყბაყურას გადატანის შედეგად სათესლე ჯირკვლები საკმაოდ ზიანდება და ამას შეიძლება მამაკაცების უშვილობაც კი გამოიწვიოს. ქალებში ასევე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ჰორმონული დისბალანსის გამომწვევი არის ის, რომ ჩვენთან გავრცელებულია პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი, რაც ნიშნავს იმას, რომ საკვერცხეებში არის ბევრი დიდი მარაგით კვერცხუჯრედები, სადღაც 15-20-მდე თითო საკვერცხეში, თუმცა ვერ ხდება მათი
გახეთქვა კვერცხუჯრედის გადმოსვლა, ანუ ოვულაცია სხვადასხვა ჰორმონული მიზეზების გამო. არის ხოლმე ხშირად შერეული შემთხვევები, როცა არის ჰორმონული პრობლემაც, მაგალითად ჩვენთან ძალიან გავრცელებული ეგრეთ წოდებული ჩიყვის, რასაც ვეძახით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რომლებიც ასევე ირიბად იწვევენ ოვულაციის დარღვევას, ქალებში პროლაქტინის მატება, ასევე ოვულაციის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს იგივე მამაკაცებში. ანუ ასე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩვენი კვება, ეკოლოგია და აი ხა მაგალითად ყველაზე პოპულარული თემა არის მიკროპლასტიკი, ანუ პატარა ზომის პლასმასები, რომლებიც ჩვენს საკვერცხეებში და ჩვენს სპერმატოზოიდებშიც კი არის აღმოჩენილი, ამიტომ ეს პლასმასიც თანამედროვე მედიცინის გამოწვევაა, რადგან მას აქვს ჰორმონ ესტროგენის მსგავსი მოქმედება და ასევე იწვევს ჰორმონულ დისბალანსს. კი ბატონო. და აი როგორ ხდება უშვილობის დადგენა? რადგან ეხა ხშირია შემთხვევები, როდესაც წყვილი დაოჯახდება და 1 წლის განმავლობაში შეიძლება 3 თვეში არ ორსულება და უკვე გადაწყვეტილია, რომ ან შეიძლება უშვილოა, ასე შემდეგ. ან რა უნდა გააკეთოს ასეთმა ადამიანმა და როგორ ხდება ზოგადად რომ დავადგინოთ ქალი არის თუ არა უშვილო ამ შემთხვევაში? კი, ნუ კახაც პირველ რიგში, ანუ 1 წლის თავზე, ანუ 3 თვე, ანუ 3 თვეში არ არის სავალდებულო რა ორსულობა დადგეს ეგრევე. იმიტომ რომ ძალიან ხშირად, ანუ 3 თვეზე შეიძლება არ დადგეს, 5 თვეზე არ დადგეს, 6 თვეს დადგეს, მერვე თვეს დადგეს. თუმცა 1 წელი თუ გავიდა და არ დგება ორსულობა, ანუ ყველაზე მარტივი ტესტი რაც არის პირველ რიგში მამაკაცის სპერმატოზოიდების ანალიზს ვაკეთებთ, რადგან ეგ ყველაზე მარტივია, რადგან ხშირად 10 წლობით უკურნალობენ ქალები და მამაკაცი გამოუკვლეველია და მათ არაფერი არ ჭირთ და კაცზე არ მოხდება ყურადღება, ეს სოციალურად პრობლემაა. ქალებში ანუ ვაკეთებთ ეკოსკოპიას, ანუ გინეკოლოგიურ ეკოსკოპიას, ვნახულობთ საშვილოსნოში ხომ არ არის რაიმე მაგალითად მიომები, წარმონაქმნები მიომატოზური, საშვილოსნოს ყელი, ანუ საშვილოსნოს ირგვლივ შეხორცებები ხომ არ, ანუ რაიმე ხელს ხომ არ უშლის იმას, რომ კვერცხუჯრედმა გამოიაროს, ეს შეიძლება იყოს მილების გამოვლობის კვლევა, ჰორმონული კვლევები და ასე შემდეგ. თუმცა ზოგჯერ წყვილი რომ მოდის, ანუ ამ კვლევებზე გადაწყვეტილებების მიღება, რომ ჩავატაროთ თუ არა, ხდება მათი ისტორიის შეგროვებით. ანუ ჩვენ მათ ვეკითხებით მათ ოჯახურ ისტორიას, ვეკითხებით გადატანილ ინფექციებზე, სინჯაო თუ ათვალიერებთ და თუ ანუ მათ არაფერი არ აქვს ისეთი საეჭვო გადატანილი, რამაც შეიძლება ჩვენ ანუ შეიძლება მინიმუმ ეკოსკოპიით შემოვიფარგლოთ, საკვერცხეები ვნახოთ, საშვილოსნო ვნახოთ, გარედან დავათვალიეროთ ვულვა და საშა და თუ არაფერი ისეთი არ ჩანს, ამ შემთხვევაში და სპერმოგრამიც ნორმალურია, ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ ახალგაზრდა წყვილს 35 წლამდე თუ მარაგიც კარგია საკვერცხეებში, მივცეთ კიდევ 6 თვიდან 1 წლამდე. ზოგჯერ ანუ თუ არაფერი ხა ჩვენთან მოვიდა გასინჯვაზე არაფერი არ ხდება ქალთან, ეკოსკოპია ნორმალურია, საკვერცხებში მარაგი არის და ეს რაღაც ნაადრევია, მარაგის განლევა არ გვაქვს, ანუ მენოპაუზამდელი განლევა 40 წლამდე მარაგი რო შეიძლება მაგას ვიტყვი ერთ რაღაცას და სპერმოგრამაც ნორმალურია, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია კიდე 1 წელი მივცეთ დამატებით, იმიტომ რომ ზოგჯერ ეს ნერვიულობაში ფოთვა, ახლად შექმნილი ოჯახის სიხარულიც კი შეიძლება იყოს სტრეს ფაქტორი და მან გამოიწვია ოვულაციის დარღვევა და შემდეგ ორსულობის არ დადგომა და აი ესეთ შემთხვევაშიც აი მცირედი რაღაცა სცენარეული დამამშვიდებელიც კი შეიძლება იყოს იმის საწყისი, რომ ქალი დაორსულდეს. თუმცა მთავარია ჩვენ გამოვრიცხოთ ეხა გავრცელებული კვერცხუჯრედების საკვერცხეში მარაგის ნაადრევი ამოწურვა, რაც შეიძლება დააჩქაროს სხვადასხვა ასევე დაავადებებმა და პროცესებმა. თუ მაგალითად ეკოსკოპიაზე ვხედავთ, რომ 25 წლის გოგოს იმდენი კვერცხუჯრედები, ფოლიკულები არ უჩანს, რამდენიც საშუალო სტატისტიკურად მას უნდა ქონდეს, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ უკვე ეჭვი გვაქვს, რომ ნაადრევად ხო არ ხდება მარაგის ამოწურვა და სწრაფად ხო არ არის საჭირო სხვადასხვა გამხმარი რეპროდუქციული ტექნოლოგიებით, რომ გადავარჩინოთ ქალბატონის საკუთარი უნარი, რომ საკუთარი კვერცხუჯრედებით იყოლიოს შვილი. კი ბატონო. და ბოლოს მინდა გკითხოთ, ასე თქვა, შემაჯამებლად, ან როდესაც გებულობენ, რომ თქვა არიან უშვილოები, ისედაც სანამ დაოჯახდებიან, ძალიან ბევრი ადამიანს აქვს ასეთი კითხვა, რომ ან პრევენციის გზები თუ არსებობს, რომ აი თავი დაიცვან უშვილობისგან, აი ამით რო შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ეთერი. ძალიან ლოგიკური შემაჯამებელი კითხვა, მე თუ მკითხავ და კარგია რომ ბოლო დროს ბევრი ადამიანი სვავს ამ კითხვას,
შორის საოჯახებელი და უოჯახებელი, უბრალოდ არ ვიცი როგორ უწოდო, დაოჯახებულები და ასე შემდეგ. ან მაგალითად განქორწინებული ადამიანები, ვინც არის ის, როდის ეყოლებო პარტნიორი და მომავალშიც უნდა რომ შვილი ყავდეს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამის თავიდან არიდების პრევენციის გზები არის კონტრაცეპტი, ანუ კონდომი, პრეზერვატივის გამოყენება, რათა არ მოხდეს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით, უშვილობის გამოწვევა, მილების დახურვა და მამაკაცებში სპერმის გამოტანის ადრენის დახურვა. ასევე, ანუ ამ ინფექციებთან მნიშვნელოვანია ის, რომ თუ ადამიანებს აქვს მრავლობითი კონტაქტები სქესობრივი, მათ 6 თვეში ერთხელ აუცილებლად გამორიცხონ HIV ჰეპატიტები, რაც უფასოა ჩვენთან ინფექციურ კლინიკებში და ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები PCR მეთოდებით. ანუ ასე ვთქვათ, თუ მაგალითად რაც ჩვენთან ხშირია მამაკაც პარტნიორს ყოლია მრავლობითი პარტნიორები, ეცადოს რომ მის პარტნიორს თუ არ ყოლია და არ არის სექსუალურად აქტიური არ იყო ქორწინებამ და ეცადოს რომ თვითონ გამოიკვლიოს ეს ინფექციები, რათა მერე თავის პარტნიორს არ გადადოს პაპილომავირუსი და სხვა ინფექციები, მაგალითად რაც გამოიწვევს მილების დახურვას, ხო? ასევე მნიშვნელოვანია პრევენციისთვის, ასე ვთქვათ, ეხლა ჩვენ თუ კვერცხუჯრედების მარაგის ნაადრევი განლევა ხდება, მაგის პრევენცია შეუძლებელია, უბრალოდ ნაადრევი დიაგნოსტიკა შესაძლებელია და თავდაცვა გაყინვით, მაგალითად კვერცხუჯრედების ან ემბრიონების. იურიდიულად უბრალოდ კვერცხუჯრედზე ჩვენ ქალებს თვითონ გვაქვს უფლებები, ემბრიონზე წყლს აქვს უფლებები და მე სასამართლოს ყვეთს ხოლმე ვის მიენჭოს მასზე ეს უფლება. რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყაროში ეხლაც აქტიურად, რადგან ქალები უფრო კარიერისტები გავხდით და ბევრი განათლება მივიღეთ, რისი უფლებაც აქამდე არ ჰქონდა სამწუხაროდ, უფრო გვიან გეგმავთ ოჯახს და შვილოსნობას. შესაბამისად, მაინც აქ გასათვალისწინებელია ეს ასაკის ფაქტორი, რათა მაინც თუ 35 წლამდე არ გეგმავთ ორსულობას, ან პირველ რიგში ქალებმა და კაცებმა უროლოგებთან იარონ, ქალებმა წელიწადში ერთხელ ვიაროთ შემოწმებებს და ნახოთ საშვილოსნოს ყელი, საშვილოსნოს ეკოსკოპია, ფარისებრი შევიმოწმოთ, რადგან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ეგრეთ წოდებული ჩიხშასვეძებით გავრცელებულია და ხო, რა თქმა უნდა, ჩვენს ჯანსაღი ცხოვრების წესს მიუქცევთ ყურადღება, თუმცა წელიწადში ერთხელ საკმარისია ხოლმე იმისთვის, რომ რაღაცა უშვილობის პრევენცია მოვახდინოთ. ასევე უშვილო წყვილებს ურჩევრ ფსიქოლოგიური დახმარება მიიღონ, რადგან მათ ძალიან ეხმარება და ბევრ დაორსულებულა ამის ფონზეც ყველაფერი ხდება და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის, რომ გავითვალისწინოთ ის, რომ თუ მაგალითად აი ევროპის ქვეყნებში მაგალითად უფასოდ შეუძლიათ ქალებს გაყინონ საკუთარი კვერცხუჯრედები, სოციალური, ასე ვთქვათ, კვერცხუჯრედების გაყინვის პროგრამები ქვია მაგალითად ბელგიაში, ჰოლანდიაში და ასე შემდეგ, რათა მას ჰქონდეს გარანტია, მან შემდეგ ისინი გაანადგუროს თუ არ დაჭირდებოდა ბუნებრივად დაორსულდება, მაგრამ მას ჰქონდეს გარანტია, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ის იყოს დაცული. ასევე რომ ქვეყნებსაც ომები არის მამაკაცები ყინავენ საკუთარ სპერმატოზოიდებს, ეს ძალიან მიღებული პრაქტიკაა. უბრალოდ ჩვენთან ეს ყველაფერი ეხება აქტუალური და გამომდინარე, რომ ჩვენ კარიერას უფრო დიდხანს მივყვებით და ოჯახს გვიანქმნით, კარგი ვარიანტია, რომ არც ისე ვერ იღეს საქართველოს და ამისთვის ჩამოდიან, გავყინეთ ჩვენი ბიოლოგიური მასალა, კვერცხუჯრედების, სპერმატოზოიდები და ვიქნებით, ასე ვთქვათ, დაცული და გარანტირებული გვექნება უკვე ის, რომ ჩვენი მასალით გენეტიკურად ჩვენი მსგავსი შვილი გვეყოლება. შესაძლებელი არის ხო? ანუ საქართველოში ეს აქ არის თუ თქვა თუ გადაწყვეტ უცხოეთში მიდიან კი, ჩვენთან შესაძლებელია, საკმაოდ იაფია, ანუ უცხოელები ჩვენთან ჩამოდიან, პირიქით საკმაოდ კარგ დონეზე არის ეს ყველაფერი, ჩვენს კლინიკაშიც ხდება, მათ შორის სხვა კლინიკებშიც ხდება, სადაც არის კვერცხუჯრედების და სპერმატოზოიდების ბანკი, ანუ ისინი თხევად აზოტში იყინებიან, აი აზოტით ნაყინს რო აკეთებენ, ზუსტად იგივე პრინციპია. ჩვენი ბანკი გვაქვს აქ და შემიძლია მე ვიდეო კადრებით გაგიზიაროთ. ჩვეულებრივად, ანუ მამაკაცი მოდის ინფექციებს იკვლევს და სპერმის ნახვის მერე ემბრიოლოგი წყვეტს რამდენი, ასე ვთქვათ, ჩაბარება ჭირდება რომ გაყინოს და ქალები ჩვეულებრივად მოდიან, ანუ წელიწადში სადღაც საქართველოს კლინიკებში 480 ლარგებს ჩვენთან მაგალითად, რაღაც 1000 ლარამდე შეიძლება ღირდეს სხვა კლინიკებში წლიური გადასახადი და სადღაც ანუ კონკრეტული ხარჯები უნდა დაითვალოს მაინც წამლებში, რაც არის საჭირო
და კონსულტაციებში იმისთვის, რომ მოემზადო გასაყინეთ, რადგან ერთ ცალ კვარცხლბილეთს ხო არ ამოვიღებთ ერთი ოპერაციის დროს, ანუ უფრო სწორია თუ ამოვიღებთ ყველას, ანუ არ მივცემთ ბუნებრივ ციკლში, რომ იზრდებიან ყველას დახოცვის საშუალებას, როგორც ბუნებრივად ხდება და ერთის შერჩევა ხდება, ამ შემთხვევაში ჩვენ ყველას ვზრდით, ყველას ვამწიფებთ, ვიღებთ და ვყინავთ. რაც ძალიან ეფექტურია და ბევრი ქალბატონი ქართველი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან აკეთებს ამას, მაგალითად ბათუმშიც ყინავენ, ქუთაისშიც, თბილისშიც და ასე შემდეგ. ანუ საკმაოდ აპრობირებული მეთოდია და რაც მთავარია თავს დაცულობთ გრძნობ, იმიტომ რომ არ ვიცით რა მოხდება. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო რჩევები იყო, განსაკუთრებით ალბათ ბოლო რჩევა ძალიან ბევრ ქალს გაახარებს. მადლობა, რომ დრო გამონახეთ ჩვენთან გადაცემას ჩასართავად. მე შევახსენებ ჩვენ მსმენელს, რომ ჩვენ საუბრობდით უშვილობასთან დაკავშირებით, ჩვენი სტუმარი კი იყო რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია. მადლობა ეკა, გემშვიდობებით, ნახვამდის. მადლობა ნუკა და მესხებს მოკითხვა ძალიან მიყვარხართ.